ასეთ საშინაო სარეცხი მანქანაში რამე თუ ეშველებოდა ნამდვილად არ მეგონა. ახლა ერთად დავიწყოთ გაწმენდა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. სარეცხი მანქანის რეზინი რომ ძალიან დაბინძურებულია, ამას უკვე მტკიცება აღარ ჭირდება. ასეთ შემთხვევაში საწმენდის სითხე არ დავინანოთ. მივასხათ კარგად, გადავანაწილოთ ზედაპირზე და გავაჩეროთ დაახლოებით 5-7 წუთი. ველოდოთ რომ საწმენდის სითხე კარგად შევიდეს რეაქციაში. როგორც ხედავთ, თანდათან უკვე შორდება ნადები. ახლა გაგიზიარებთ თუ რა იწვევს ზოგადად სარეცხი მანქანაში ასეთ ობს. ზანაში მაღალი ტენიანობა და გამუდმებით, როდესაც სარეცხი მანქანის კარი დაკეტილია. უნდა გავაკეთოთ. სარეცხი მანქანას როგორც კი გამორთავთ, აუცილებლად კარი ყოველთვის ღია გქონდეთ და რეზინი ყოველთვის გაწმინდეთ ანტიპლესენით. მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ ასეთი ნადები აღარ გაჩნდეს და არ დაგროვდეს. უცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ზედაპირებს გაასუფთავებთ ანტიპლესენით, მაგრამ შიდა დეტალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, სუფთავდება მხოლოდ ავნიტით. თვეში ერთხელ ავნიტის გამოყენება მაქსიმალურად შეუწყობს თქვენი სარეცხი მანქანის ჰიგიენას ხელს.